რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვისაუბრეთ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე, რომ ის შეეხოს თავად ივანიშვილს და მის გარემოცვას, მის ფინანსურ ელიტას, პროპაგანდისტებს. დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ივანიშვილს დიდი ოდენობის აქტივები აქვს დიდ ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში. Ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ასევე ვისაუბრეთ ეგრეთ წოდებულ ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი გააძლიერებენ ძალისხმევას, თანამშრომლობას და კოორდინაციას იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ წნეხი ავტოკრატიულ რეჟიმზე და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდეთ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას.